ჩემო პატარა, ყურადღებით წაიკითხე იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა სირცხვილი აიცილა. შუადღე იყო, ცხელოდა. პატარა სანდრო მინდვრიდან შინ ბრუნდებოდა, შიოდა, წყურვილისაგან პირი უშრებოდა. გზაზე მეზობლის ვენახში ღობესთან დაინახა წითლად დახუნძლული ატამი და თვალი ზედ დარჩა. ატმები თითქოს იწევდნენ და ეუბნებოდნენ. ამოხტი სანდრო, მოგწყვიტე და პირი ჩაიტკბარუნეო. სანდრო ყოყმანობდა. სხვისი ხილის ქურდულად მოკრეფა ეძნელებოდა, ეთაკილებოდა. თავის დღეში არაფერი მოუპარავს. ბოლოს ვეღარ მოითმინა. სულმა წასძლია. ღობეს შეახტა, ტოტი მოიწია და წითლად დაბრაწული ატამი მოწყვილდა. ჩაკბიჩა ბიჭმა ატამი და თან რაღაც დარცა გრძნობდა. თითქოს გულში ვიღაც უზის და ეუბნება. ეგ რაქენი სანდრო, რატომ იქურდეო? წუხს, ჯავრობს, მაგრამ რა ქნას? ატამს ხომ ვეღარ მიაბამს ხეზე? უცებ გაჩერდა, რაღაც აზრი მოუვიდა, სახე გაუნათდა, შებრუნდა და მოკურცხლა ვენახის პატრონის სახლისაკენ. ჭიშკართან მიირბინა და დაიძახა. დეიდა ნინო, დეიდა ნინო. შენ ახარ სანდრო, რა გინდა ჩემო კარგო? ჰკითხა აივანზე გადმომდგარმა დიასახლისმა. დეიდა ნინო, შენი ჭირიმე, თქვენს ვენახში პირის გასასვლელებლად ატამი მოუწყვიტე და ნუ გეწყინება. შეგარგოს ღმერთმა, უპასუხა კეთილმა დიასახლისმა. დამშვიდებული სანდრო გაბრუნდა და ტკბილად შეირგო მწიფე ატამი. დასასრული. ახლა კი მოემზადე და შეასრულე დავალებები ბრძოლში. რას ნიშნავს სულმა წასძლია? სული შეეხუთა, გონება დაკარგა, ვერ მოითმინა. გამოიყენეთ გამონათქვამები და შეადგინე წინადადებები. პირი ჩაიტკბარუნა, თვალი ზედ დარჩა, სულმა წასძლია.